უდუ. როგორ ხარ? გამარჯობა. გამარჯობა. კარგად თქვენ? არა, მიშავს. როგორია აქ ვარჯიში? რავი, ძალიან კარგი. ეს გარემოსაც ფიზიკურებს აკეთებთ ალბათ, ხო? ხო, აქ სატრენაჟერო დარბაზში ვარჯიშამდე ჩვენ თავს ვახურებთ, ესე რომ ვთქვათ და შემდეგ უკვე მოედანზე მცველებთან ერთად ვიწყებთ ვარჯიშს. რამდენიმე პატარა კითხვას დაგისვავ და მე ეცადე რომ დამათვალიერებინო ეს გარემო, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს როგორია ჰაიდენჰაიმში შენი გატარებული ერთი დღე. აუცილებლად მზადვარო გიპასუხო კითხვებს. კი, მოკლე კითხვებია, მოკლედ და სწრაფ-სწრაფად გავყვეთ. როგორ იწყება შენი ტიპიური დღე ჰაიდენჰაიმში? დილით ვიღვიძებთ დაახლოებით 8:30-დან 8 საათზე. ნუ რა თქმა უნდა საუზმე. შემდეგ თუ 10 საათზე არის ვარჯიში 9-ზე აქ უნდა ვიყო. ვემზადები ვარჯიშისთვის, აქ მოვდივარ, სადღაც 45 წუთით ადრე, სატრენაჟერო დარბაზში ჩემი თავი გავახურო, ესე რომ ვთქვათ და შემდეგ უკვე მოედანზე ვარჯიში, მერე უკვე აღდგენითი პროცედურები. თუ შორს არის თამაში ვარჯიშის მერეც ვრჩები ტრენაჟერში და ცოტა ძალაზე და ფიზიკაზე ვარჯიშობ და მერე უკვე სახლში მივდივარ. შვენიერია, დილას რითი იწყებ? ყავა გირჩევნია თუ ჩაი? დილით სხვათა შორის ყავა დღის განმავლობაში და ღამით საღამოს უფრო ჩაი რა. 6 საათამდე ყავა და მერე ჩაი. მაგრამ უფრო თუ უნდა ავარჩიო ყავა. შვენიერია, დილა გირჩევნია თუ საღამო? დილა გირჩევნია ბევრად. დილით მუსიკის მასმენია გირჩევნია თუ სიჩუმე? რო ვიღვიძებ მაგ დროს? როგორ ისწავლე? აი გზაში როცა ვარ მანქანაში აუცილებლად მუსიკას ვუსმენ. გაქვს რაიმე ჰობი, რომელზეც ხალხმა იცის? ჰობი მაქვს ჩოგბურთი. მიყვარს ძალიან ჩოგბურთის ყურება. თამაშობ ხოლმე. საყვარელი სპორტსმენი ყავს? ფეხბურთის ჯოკოვიჩი. ეხლა ვარჯიში ცვლი დავინაცვლოთ. რუტინა გაქვს საკუთარი. სხვა იმაზე. ზოგადად კითხვის მოყვარულ ადამიანს უფრო მიაკუთვნები თუ სერიალები გირჩევნია? კითხვა თუ სერიალები? კი. ხასიათს გააჩნია რა. კითხვა ძალიან მიყვარს. აი ხა არ ვამბობ რომ რაღაც ყოველ წელს 1-50 წიგნს ვკითხულობ, მაგრამ ვკითხულობ ხოლმე წიგნებს, ვცდილობ რომ წავიკითხო და ხშირად უფრო მაინც სერიალს უყურებ რა. შვენიერია. როდის გრძნობ თავს ყველაზე მშვიდად? ყველაზე მშვიდად თავს გრძნობ ჩემ შვილთან ერთად როცა ვარ და თამაშობ მასთან ერთად. კარგია. დასვენების დროს რას აკეთებ ხოლმე, როცა აი არაფრით ხარ დატვირთული? აი მაგას ვაკეთებ ახლა. არა დასვენების დღეებშიც მაგას ვაკეთებ, როცა აი ვარჯიშთან სახლში მივდივარ, მაგრამ თავისუფალ დროს უფრო ვცდილობ რომ მეტი დრო გავატარო ჩემ შვილთან ერთად. და რა ვიცი, ხან პარკში გავდივართ, ვზეინობთ, ხან რაღაც გასართობ ცენტრებში და სახლშიც სულ 24 საათი თავისუფალ დროს ვთამაშობთ ხოლმე. კი, თან ვარჯიში ხელს არ შეგიშლი? მე გავაკეთებ ჩემა. რა არის შენი საყვარელი სერიალი? რომელია და რომელს გვერდჩევ? ჩემი საყვარელი სერიალი არის მძიმე დანაშაული. ქართული სერიალიც გაქვს საყვარელი? ტიფლისი. ო. ზღვა გირჩევნია თუ მთა? მთა. მაგრამ ეხლა ზღვისთვის მემზადები, რომ კუნთები დავიყენო. რომ საყვარელი სიმღერა რა გაქვს ქართული ანუ ცხოვრი? ორივე მითხარი. საყვარელი სიმღერა ქართული? კი. მუხამბაზი, რაჭა ჩემი სიყვარულშია სერინა და ვამგონი ეგ. მაგრამ ამ ბოლო დროს მე უფრო მაინც ჰიპ-ჰოპს უსმენ. მეოთხე დასის მამბას ვიტყვი ქართულს. და უცხოური არ ვიცი სიმართლე ვიკითხო. ეგრე გამორჩეულად ერთი რომ სულ უსმინო ხოლმე არ მაქვს. თან რო დამათვალიერებინო ახლა გარეთ რას აკეთებ ხოლმე? ეგ ძალიან მაინტერესებს. მოკლედ ეს არის ჩვენი სატრენაჟერო დარბაზი, სადაც შეგიძლია თითქმის ყველაფერი გააკეთო. თუ რამე გინდა. ამის შემდეგ კარიდან საიდანაც თქვენ შემოხვედით, გავდივართ მოედანზე. ვარჯიშები ყოველ დღე გაქვთ? ვარჯიშები ყოველ დღე გვაქვს.
შაბათს კვირას თამაშია. და ერთი დღე ან 7 დღიან ციკლში ერთი დღე დასვენება არის აღდგენისთვის რა. სუპერ ძალის არჩევის საშუალება რო ქონდეს, რა სუპერ ძალას აირჩევ? სუპერ ძალის არჩევა. არ მიფიქრი რა მაგას ხოთა შორის. ბავშვობიდან მიყვარდა სპაიდერმენი, ადამიანიობობა. მაგრამ ალბათ სუპერ ძალ ფრენა რო შემეძლოს მაგარი იქნებოდა რა. რა არის შენი საყვარელი გერმანული სიტყვა? შაიზე. და მორგენ, შვენიერი სიტყვა. ხტები გუნდელებს ვესალმები ხოლმე. მორგენ, ანუ დილამშვიდობის რა შემოკლებით. კი ბატონო. რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ბუნდესლიგას? ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გადმოვედი, მაშინაც თქვი რომ ოცნების ახტენა იყო, იმიტომ რომ ბავშვობაში როცა დავიწყე ფეხბურთის თამაში და გავიაზრე თუ რას ნიშნავდა უმაღლესი დონეზე თამაში, რა თქმა უნდა, ეგ თავიდანვე მიზნად მქონდა, რომ ერთ დღეს რომელიმე ტოპ 5 ჩემპიონატში მეთამაშა და დღეს უკვე აქ ვარ, ერთ-ერთში ტოპ 5-ში გერმანიაში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როგორც ბევრჯერ მithქვამს, იმ პატარა ბიჭმა რა მიზნები, რა ოცნებაც ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი აისრულა და დღეს უკვე ბუნდესლიგაში თამაშობს. ეს არის სადაც ვარჯიშობთ ხოლმე? ეს არის ძირითადი მოედანი. აქ ვართ ყოველდღიურად, ერთი გვაქვს კიდე ზემოთ. იქ ჯერ არ ვარჯიშია სხვათა შორის, მაგრამ ხანდახან ვითელებით ხოლმე და შემდეგ უკვე თავარ მოედანზე აქ გადმოვდივართ. იმიტომ რომ ამას აქ ჰიბრიდულია რა და გათბობა აქვს და ზამთარში ძალიან არ იყინება და ეს ზამთრის პერიოდი ახლა სულ აქ ვარჯიშობდით და ალბათ ცოტა კიდე რო დათბება, უფრო ალბათ მე მოედანზე შევანაცვლებთ ხოლმე რომ ამან ძალიან დიდ დატვირთვა არ მიიღოს და არ გაფუჭდეს. ძალიან საინტერესოა და ცენტრალური მოედნის ნახავთ მინდა. მანამდე კიდე მაინტერესებს რომელი სპორტსმენის პოსტერი გეკიდა კედელზე ბავშვობაში? აი მაგ ჩემ ბავშვობაში სულ გამოდიოდა სპორტ სიახლენი. ყოველ კვირას ანუ როცა გამოდიოდა, ყოველთვის ანუ მამაჩემს ჩემთვის მოქონდა რა და შიგნით თუ რამე პლაკატები იყო, აი შუაგვერდზე იყო ხოლმე ძირითადად. ყველას ვინახავდი რა, ძალიან ბევრი მქონდა და ეგრე ერთი განსაკუთრებული ერთი ფეხბურთელის არა, მაგრამ ისე იმ პერიოდში ყველაზე მეტად რონალდინიო მიყვარდა და მაგის პლაკატები უფრო ბევრი მქონდა რა. კედელზე რო გამეკრას ეგეთი ის არ მქონია რა შემთხვევა, უბრალოდ ერთად ვინახავდი რაღაც ალკე პაპკა მქონდა და ეს ძალიან ბევრი პლაკატები მქონდა. რა საკეთებ ხოლმე თამაშის შემდეგ პირველს? თამაშის შემდეგ რა თქმა უნდა შევდივარ გასახდელში, ვამოწმებ ტელეფონს მშობლებმა და ოჯახის წევრებმა, ანუ მეუღლემ და მშობლებმა რა მომწერეს. პირველი კრიტიკოსები და გულშემატკივრები ეგრე არიან და მაგათაც ძალიან ვითვალისწინებ. და შემდეგ რავი, ალბათ წყლის გათავლება და ჭამა კიდე აუცილებელია, იმიტომ რომ საათ ნახევრის განმავლობაში თამაშის შემდეგ ის ენერგია რაც დახარჯე, უნდა აი აღიდგინო აუცილებლად და ჭამა არის მნიშვნელოვანი თამაშის. პირველი მოგონება რა გაქვს ბურთთან დაკავშირებით? პირველი მოგონება მაქვს მამაჩემის ბიძაშვილმა მომიტანა 3 წლის ვიყავი 4 წლის და აი დამიგდო ესე გავხედე და მკითხე ანუ დავარტყა ფეხით ხო ოღონდ ცოტა ისე ბავშვური ენით რა მოჭლეპილი ენით და ეგ მახსენდება და ნუ სულ ეზოში რო თამაშობდი მე კიდე ბავშვობის განმავლობაში ბავშვობის დროს ფეხბურთს რა ჩემს მეგობრებთან ერთად. იმის გარდა რომ ძალიან კარგი ფორვარდი ხარ, რა უნარს დაიმატებდი შენ არსენალში? ჩემ არსენალში ალბათ უფრო მეტად რო შემეძლოს დრიბლინგის გაკეთება რა. იმიტომ რომ ეხა ტანითაც ისეთი აღნაგობა მაქვს რომ რთული არის რომ ჩემნაირ ფეხბურთელმა 4-5 კაცი მოატყოს მარტივად. არ მიჭირს ხოლმე 1-2 კაცის მოტყუება, მაგრამ ნუ იმას დავიმატებდი ხო. ეხა გამახსენდა. სისხარტეს დავიმატებდი, იმიტომ რომ ცოტა აღნაგობიდან გამომდინარე ის არ მაქვს რა. ცოტა სხარტი ფეხები არ მაქვს. რომელ ფეხბურთს მოპარავდი მაგ უნარს? ალბათ დოკუს, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში რაც თამაშებს ვყურე, ყველაზე სხარტად ეგ აკეთებ და
რასაც აკეთებდა. რა არის შენი საფირმო მოძრაობა მოედანზე? გარდა იმისა, რომ გოლები გაგაქვს. ჩემი საფირმო მოძრაობა? არ ვიცი, ალბათ რა ქვია ქართულად, არ ვიცი. აი, ვითომ რა ურტყამ და რუსულად პაცებია. მეც ინგლისურად ვიცი, fake და. ხო, ეგ რა, აი, რუსულად თუ ვიტყვი, პაცებია, როგორ არის ქართულად? ჩატეხვა. პირადი გოლის გატანა გირჩევნია თუ გუნდური? პირადი თუ გუნდური ანგარიშს გააჩნია რა. თუ 4-0-ს ვიგებთ, მეხუთეს პირადად მე გავიტანდი და თუ 0-0-ია და გადამწყვეტი გოლი უნდა გავიდეს და მე 2-1-ზე ვართ გასულები და პასი ჩემი გუნდელი უფრო იმაშია უკეთეს პოზიციაში რა თქმა უნდა პასს მივცემ რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ყოველთვის ვამბობ რომ გუნდის წარმატება მნიშვნელოვანია პირად წარმატებაზე, იმიტომ რომ იმავდრო ანუ იმასთან ერთად რომ გუნდი წარმატებულია, ფეხბურთელიც რა თქმა უნდა წარმატებულია. საფირმო აღნიშნაც გვაქვს გულს გვაჩვენებ ხოლმე. ხო, ეს მაქვს გულის აღნიშნა, ეს არის კორეული გული. პირველად ჩემი ნათლის შვილმა, ვისთან ერთადაც გავიზარდე ბაღში დავდიოდი, მაგას უყვარს კორეული კულტურა, ასევე ჩემი უღლესაც აღნიშნავ. და ხო, მაგან მანახა რა ერთხელ და მანამდე არ მქონდა ნახი სიმართლე ვგითხრათ და აი მაგის მერე რაღაც გადავწყვიტე რომ ორიგინალურად ყველა რაღაც ესე აკეთებს გულს რაღაც ორიგინალური გული გამეკეთებია და დღეს უკვე ძალიან ბევრი ხმარობს საქართველოში. მიყენებს. შეგვიძლია მგონი ცენტრალური სტადიონის მაჩვენო მაინტერესებს ძალიან როგორია იქ ყოფნა და წავედით. ბუნდესლიგის მაჩვენო. უბრალოდ ცოტა აქედან მოგვიწევს ფეხით გავლა. ბევრი სტადიონი არ მინახავს, სადაც ესეთ ბუნებაშია და უცნაური გარემოა და აგერ დავინახე რომ შველიც კი გამოვიდა. ხო, გერმანიაში ზირთადად ეგეთ ადგილებში აქვს ხოლმე ისინი რა, სტადიონები და სამსვლელო ბაზა, სადაც გამწვანება არის ძალიან ბევრი. ზაფხულში ჯერ არ ყოფილა რა და ალბათ აქ სუსიმწვანე იქნება რა. კაი, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, როცა უცხოეთში წამოხვედი ფეხბურთს ათამაშოთ? ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ ის იყო, რომ მარტო რო ვიყავი ალბათ ეგ და ევროპული ფეხბურთისთვის ამება ტემპისთვის ან ფეხი ამება რა და კიდე რომ ჩემი თავისთვის დამემტკიცებია რომ საქართველოში თუ შემიძლია თამაში ევროპაშიც შემეცვა. იმიტომ რომ პირველი წასვლა ცოტა ისეთი გამომივიდა, როცა დანიაში წავედი, დიდად თავი ვერ გამოვიჩინე და აი მაგის მერე უკვე ჩემი თავისთვისაც მინდოდა რომ დამემტკიცებიან რომ შემეძლო არა მარტო ჩემი თავის სხვებისთვის, მაგრამ უფრო ჩემი თავისთვის რომ შემეძლო თამაში ევროპაშიც. ყველაზე დიდი განსხვავება რა აღმოაჩინე საქართველოსთან, როცა გერმანიაში ჩამოვედი? სამწუხაროდ ბევრი რამეა, ნუ ტემპი ალბათ, ფიზიკურობა. ხო, საფეხბურთო მეკითხები. კიდე ის რომ ნუ ხალხი პირველ რიგში ხალხი უნდა აღნიშნო რა, რომ მე-4 მე-5 ლიგაშიც აქ ძალიან ბევრი ხალხი დადის, უსავსეა ხოლმე სტადიონები. აი მაგალითად წინა სეზონში მეორე ბუნდესლიგის დასწრებამაც კი აჯობა პირველ ბუნდესლიგას რა, იმდენად უყვართ თავიანთი ქალაქის გუნდი და იმდენად გულშემატკივრობენ, რომ აი შაბათ-კვირას სულ მოდიან ხოლმე და რაც ძალიან სასიხარულოა, რომ აი ძალიან ბევრი ბავშვი დაყავთ რა მშობლებს და თავიდანვე ბავშვობიდანვე აჩვევენ, რომ გუნდის სიყვარული გქონდეთ. კი, შემოჩნია რომ ვარჯიშზე ძალიან ბევრი ბავშვი იყო მოსული და ნუ საქართველოში ეგ არ ხდება ხოლმე. სულ ეგია, კი, აი ჩვენ და სამწუხაროდ თამაშზე არ დადიან და ძალიან სამწუხაროა ეგ რომ ნუ საკლუბო დონეზე ვამბობ, თორე ნუ ნაკრების თამაშზე არ გვაქვს რა თქმა უნდა პრეტენზია. ხო, ნუ ვარჯიშზე რთულია, ბავშვი თამაშზე რო არ მოდის, ბავშვს ვერ მოთხოვ რომ მე ვარჯიშზე მოდი და მიყურეო რა. თან ვარ გაკინო სტადიონისკენ დავიძრათ რომ მაჩვენო იქაც როგორია სიტუაცია. რა იყო შენი საუკეთესო მოგონება გერმანიაში? ჩემი საუკეთესო გერმანიაში მოგონება გერმანიაში ალბათ ევროპის ჩემპიონატს თუ ვიტყვი და საკლუბო რა თქმა უნდა აი ეს ბოლოს რო უკვე მეორე ბუნდესლიგაში რო ბომბარდირი ვიყავი, ეგ და გუნდი რო წარმატებულად თამაშობდა.
ყველაზე სახალისო მოგონება რა გაქვს საქართველოს ნაკრებთან? ყველაზე სახალისო? ხო. საქართველოს ნაკრებთან. ნუ დავფიქრდი. არ ვიცი, არ მახსენდება, ეხა უცებ ეგეთი რაღაცა. ხო იგი ის არის, ხო იცი, მიდი აბა კურიოზი კურიოზი. გაიხსენეს მონტია და როგორ იხსენებ ვერაფერს. იმდენად ხიარულია. ხო, ნუ იქ ყოველი დღე ისაა რა. სასიამოვნო და სახალისო, მაგრამ ეგრე ეხა ყველაზე დასამახსოვრებელი ვერ ვიხსენ. რო შეგეძლოს დროში დაბრუნდება, სად დაბრუნდებოდი რა მომენტში შენი ცხოვრების? მე? ხო. დროში დაბრუნება რო შემეძლოს ალბათ აი 17 წლის რომ მივედი დინამოში ალბათ მან დაბრუნდებოდი. რა შეტყოდი 17 წლის ფუტბოლს ახლა? ეხა უკვე ვეტყოდი რომ შეძლო რა. ისთვისაც მივიდა იქ. მაგრამ ნუ იქ იყო ცოტა გულწყვეტები რომ რაღაც 3 წელი არ მომეც საშუალება პირველ გუნდში თამაშის და ალბათ აი მაგიტო უფრო ადრე რო დამეწყო ეროვნული ჩემპიონატის თამაში შეიძლება ეხა უკვე უფრო სხვა დონეზე ვყოფილიყო. მაგრამ მაინც ძალიან გაყოფილი ვარ ჩემი კარიერით, რასაც მივახცი. საქართველოს ყველაზე ძალიან რა გენატრება? რავი, მეგობრები, მშობლები და სხვა, რავი, საჭმელი, ქართული საჭმელიც ალბათ, ხო. ბევრს არ ვჭამ ხოლმე ეხა საქართველოში ჩავდიოდი, მაქსიმუმ ერთი დღე ვჭამო მონატრებული საჭმელი, მაგრამ ეგეც რა თქმა უნდა გენატრება. და საყვარელი საჭმელი რა არის? საყვარელი საჭმელი არის ხინკალი. გერმანიაში? გერმანული საჭმელი არ მომწონს სხვათა შორის. ჩემი მეუღლე უფრო ევროპულ საჭმელებს მიკეთებს ხოლმე. რას ნიშნავს შენთვის მშობლიური ქალაქი ქუთაისი? რავი, ძალიან ჩემი ბავშვობა იქ გავატარე. ფეხბურთის თამაშიც იქ დავიწყე, მეგობრებიც იქ მყავს, ვისთან ერთადაც გავიზარდე და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემთვის ქუთაისს. ყოველთვის როცა აი დასვენება მაქვს, ყოველთვის ვცდილობ რომ რაც შეიძლება მალე წავიდე ქუთაისში და გავატარო დრო იქ რა. ისეთი ქალაქია რომ ბევრსაც უთქვამს რომ აი ერთხელ რო ჩახვალო მე ეგრევე გიყვარდებაო რა და იქ რო ცხოვრობ და იქ რო იზრდები კიდე უფრო სხვანაირი როგორ ვთქვა სხვანაირი სიყვარული გიჩნდება რა და გიღვივდება ქუთაისის მიმართ. ფოტოშორის ხშირად მიწევს ხოლმე და ჩემთვისაც ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია, იმიტომ რომ ძალიან კაი კვებაა პლუს ქუთაისში. მეგული ჭამა კი ძალიან კარგი ჭამა გვაქვს კი იმერლებს. რა გახსენდება პირველი საქართველოზე სიტყვა ან წინადადება? საქართველოზე რა მახსენდება პირველი? აი თავში რა მომდის წინადადება? რავი, სამშობლო მახსენდება ეგრევე საქართველოზე. წინადადება აი ის რო არის. შენი როგორ არის ეგ წინადადება? ეგ გამონათქვამი მაიცა გავიხსენ. საქართველოს შემინ მოგცა შვილი დასაკარგავდიო, აი ეგ გამახსენდა ეხა. შვენიერი ფრაზა. კარგი, ნელ-ნელა მგონი შეგვიძლია უკვე სტადიონისკენ გადავინაცვლოთ. კი, მოუახლოვდით და სიტყვაშიც შემოვედით და ძალიან საინტერესო გარემო აღმოაჩინე ჰაიდენჰაიმში. აქ რა ხდება ხოლმე, როცა თამაშები მიდის? ეს არის ჩვენი VIP lounge, ესე რომ ვთქვათ. თამაშების დროს სულ სავსეა, სტუმრებით. და რავი, ყველანაირი ის არის საჭმელი, სასმელი. ხალხი ჭამს, სვავს, მე გადის თამაშს უყურებს, შესვენებაზე ისევ შემოდიან. დესერტს ჭამენ, ან სვამენ და მერე ისე მეორე ტაიმს უყურებენ და ალბათ თამაშიც მერეც რჩებიან ხოლმე დიდი ხნით, არ ვიცი, არ მინახავს თამაში შემდეგ რას აკეთებენ, მაგრამ ხო, ეხა ბოლო თამაშზე როცა ვერ ვითამაშე ლევერკუზენთან აქ ვიყავი მეც და უყურებდი თუ რას აკეთებდა ჰაიდენჰაიმის გულშემატკივრები. როგორც მივხვდი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გასართობელია ჰაიდენჰაიმის გულშემატკივრები. შენთვის რა არის გერმანიაში საუკეთესო გასართობი?
ჩემთვის საუგეს გასართობი გერმანიაში? არ ვიცი. ესე გარეთ რო გავიდე და გავერთო შემთხვევა არ მქონია. ალბათ, მეგობრებთან ყოფნას ვიტყვი. მეგობრებთან ერთად. ბოულინგიც მითამაშია. ის რო არის ლაზერ შოუ თუ რა ქვია. თოპი რო არა ლაზერს. ლაზერული თოფები ხო ეს მეც არ ვიცი ზუსტი სახელი. ეგეც მითამაშია, ეგენი, ძალიან კარგი იყო და მარტო თუ არ ფილმების ან სერიალების ყურებით ვირთობ თავს. მეორე კითხვა, მაშინ სახლში ყოფნა გირჩევნია თუ გარეთ? სახლის კაცი ვარ გარეთ. კარგი, მოდი ის მაინტერესებს ახლა როგორი აქედან ხედი სტადიონზე და როგორი კი, შეგვიძლია ნახოთ. სავსეა ხოლმე სტადიონი თამაშების დროს? კი. სუსავსეა, არ ეტევა ბევრი. და ტრიბუნებზე რო იყურები, როცა გოლს გაიტან, პირველი ვის ეძებ? ტრიბუნებზე? ჰა. არავის. არავის არ ეძებ. თამაშის დასრულების შემდეგ? არა, თუ ჩემი, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები თუ აქ არიან თამაშის დროს, რა თქმა უნდა, მათ ვეძებ და რაღაც შორიდან ესე უკეთებ, რომ აი შევაგდე და რაღაც და. თუ არავინ ვიცი რომ არავინ არ არის, მაგ დროს არავის არ ვეძებ. ჩემთვის აღნიშნა ხოლმე. როგორი გარემოა ისე? აქ. ძალიან კარგი გარემო, სხვათა შორის. ძალიან ისეთი ფანები გვყავს, ხურვალეთ გულშემატკივრობენ ხოლმე. არა აქვს მნიშვნელობა წავაგებთ თუ მოვიგებთ, ყოველთვის გვამხნევებენ და რამოდენიმეჯერ იყო შემთხვევა, რომ აი მოვიდნენ რა ვარჯიშზეც და რაღაც გვიმღერეს, გვამხნევეს მნიშვნელოვანი თამაშების წინ. რამაც ხოთა შორის გამოიღო შედეგი მას შემდეგ დავაგროვეთ გულები და პლეი-ოფ ზონაში ამოვედით რა. ხო, გამოველაპარაკე რამდენიმე ჰაიდენჰაიმელს და შენზე დიდი მედებს ამყარებენ როგორც ვიცი. ეხლა ყველაზე ზანაც ესეთი სტატუსით მომიყვანეს, რომ ხო, გულშემატკივრობასაც აქვს რა თქმა უნდა იმედი ჩემი და მეც რა ვიცი, ყველანაირად ვცდილობ, რომ ეგ იმედი რაც აქვს არ გაუცრუო. მაქსიმუმს ვაკეთებ მოედანზე. ეხლა სამწუხაროდ ტრავმა მაქვს და ვერ დავეხმარე რამოდენიმე თამაშში, მაგრამ დასკვნით ფაზაში დავუბრუნდები და ვეცდები, რომ გუნდს დავეხმარო იმაში, რომ ადგილი შევინარჩუნოთ ბუნდესლიგაში. ყველაზე ძალიან ეხლა რაც მაინტერესებს არის რა შეგრძნება, როცა თავარ სტადიონზე გადიხარ თამაშის წინ. შეგიძლია ეგ გასასვლელიც მაჩვენო? და კი, წავიდეთ. მეტი აღარ შეგეძლო. რო შევაბიჯებ, მაგ ყველაფერს მაშინ გეტყვი მაშინ. კაი. ეს მეორე ადგილი დავათვალიერეთ. ეს კი არის უშუალოდ ის გარემო, საიდანაც მთავარ მოედანზე ხდება. ხო, ეს არის სადაც ფეხბურთელები ვიკრიბებით რა. და პირველი შოკი აქ ქონდა, რომ ფეხბურთელებს ტელევიზორში ვუყურებთ. უკვე აი ესე გვერდზე 1 მეტრით გვერდზე მედგნენ რა. როცა ბუნდესლიგაში გადმოვედი, რა თქმა უნდა და ხო, ეგ ძალიან ამაღლებელი მომენტი იყო. ეს თამაშის დროს არ გვიდგას ხოლმე. ისე შენ თუ თამაშობ ტეკბოლს? არა, აქ არ მითამაშეს ხოთა შორის, მაგრამ აი უნგრეთში ისე რომ იცოდეთ, უნგრეთმა გამოიგონა. ო, აი არ ვიცოდი, საინტერესო ინფორმაცია. უნგრეთში, ხო და უნგრეთში მითამაშია, აქ ჯერჯერობით არ მითამაში. იმიტომ რომ ამ ოთახში ხოთა შორის თამაშების დროს ვარ ხოლმე რა. ძირითადად, იმიტომ რომ იქ რო გასახდენში მომიდივარ, ეგრევე ვიცვლი და სატრენაჟო დარბაზში ავდივარ, რომ ვარჯიშამდე მზად ვიყო და მე ვარჯიში. საკუთარი მწვრთნელის გარდა ყავს ფავორიტი მწვრთნელი? არჩეული მწვრთნელი? კი. ევროპულ სამყაროში თუ მე ვინს გამწვრთნა იმაზე? ნებისმიერი შენი კარიერიდან ან თუნდაც უბრალოდ საფეხბურთო სამყაროდან? ევროპულ სამყაროში ჩემი საყვარელი მწვრთნელი არის პეპ გვარდიოლა და მე ვინს გამწვრთნა რავი, ბევრია ეგეთი, ბევრი კარგი მცველი მყავდა და ბევრი ცუდიც. ქართველს ვიტყოდი გია ცეცაძეს და უცხოელებს კალსრუეში მივწყავდა რა. აიხმის. ამას არ გულისხმობ ეხლა.
ამას არ ვთვლი, იმიტომ რომ ეს ხა ჩემი ეხლანდელი მწვრთნელია და ის არის, რა თქმა უნდა, ფავორიტი. რა განცდა, როცა აქ სტადიონზე გამოდი? აქ რო შემოდიხარ, აი ამ ხას რო გადაკვეთავ, აი ესე, აი ეს რო გადაკვეთავ, მან ყველაფერი ჩერდება რა. გარეთ სამყარო გავიწყდება და მარტო ფეხბურთზე ხარ ორიენტირებული და კონცენტრირებული და თამაშზე და იმ მომენტებზე რომ აი მომენტი რო ჩავარდება, რა უნდა გააკეთო რა. და ძალიან დიდი ემოციაა, იმიტომ რომ მithumedes როცა გულშემატკივრები გამხნევებენ, მუხტს გაძლევენ, დიდი სიამოვნებაა, როცა აი ამ თეთხას გადაკვეთავ და მოედანზე შემოხვარ. როგორც ვიცი, გულშემატკივრები იქით მხარეს. კი, ჩვენი გულშემატკივრები იმ კარის უკანზიან, სტუმრების იქეთ. კი. ეს ის VIP-ია საერთოდ. და იქ ისინი რა. თვითონ გიფიქრია, რომ ეს მწვრთნელი გახდებოდი? არ მიფიქრე არასდროს. მაგრამ ეხლა ვსწავლობ, კურსებს გავდივარ, სამსწავლო კურსებს. და რა ვიცი, მომავალში ვნახოთ რა იქნება, მაგრამ ისე დიდი სურვილი მაქვს, რომ ესე საჯაროდ გონი პირველად ვაცხადებ, სპორტული დირექტორობა მინდა და აი ეს უნდა ვისწავლო აუცილებლად. აუ და ნახოთ, ცხოვრება გვაჩვენებს რა იქნება. ნუ რა თქმა უნდა, სპორტში რო დავრჩები და ფეხბურთში რო დავრჩები, ეგ ალბათ გარდაუვალია. აი, აღარ გაგყინავ და ერთი რაც მაინტერესებს, ყველაზე კარგი რჩევა რა მიგიღია ცხოვრებაში? ყველაზე კარგი რჩევა? რავი, მამა ჩემის რჩევა, რომელმაც მითხრა, რომ გახსოვდეს, რომ ყოველთვის ანუ როცა პატარა ვიყავი და პატარა რა, ანუ ახალგაზრდა და მინდოდა რომ ანუ პირველ გუნდში ან სადღაც სხვა გუნდში მეთამაშა, მაგმომენტში მითხრა რომ ყოველთვის ანუ როცა მიხვალო იქამდე, სადაც გინდა რომ მიხვიდეო, ყოველთვის გახსოვდეს რომ შენს უკანო ახალი თაობა მოდისო და ისინი ეცდებიან რომ შენი ადგილი დაიკავონო და ეგ მივიღე იმად რომ უნდა ვიბრძოლო იმისთვის რომ ყოველთვის დავიშრომო რომ ჩემი ადგილი ყოველთვის შევინარჩუნო სანამ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. აუ, საოცარი მართლა კარგი რჩევა. და ერთი სიტყვით რომ დაახასიათო, ვინ არის ბუდუ? მე? ეგ რთულია. არ მიყვარს ხოლმე ფოთაშოვის ჩემ თავზე ეგრე ლაპარაკი, მაგრამ ერთი სიტყვით თუ ვიტყვი ალბათ შრომის მოყვარევა რა. იმიტომ რომ ხო ბევრი სირთულე მქონდა, მაგრამ იმ შრომის მოყვარეობამ მაინც შემაძლებია იმდენი რომ დღეს აქ მოვსულიყავ. მადლობა, ბუდუ სულ ეგ იყო, გავედით ბოლოში და მეტი აღარ გაგყინავთ, მადლობა რომ ყველაფერი დაგვათვალიერებთ. მადლობა თქვენ.